მეგახლავართ ლევან ხინთიბიძე, წარმოვადგენ არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირს. ორგანიზაცია დაარსდა 1999 წელს, მაგრამ სანამ ორგანიზაცია დაარსდებოდა, მანამდე ჰქონდა აი ამ დაარსებას თავისი ერთგვარი წინაპირო ბაცი. გარკვეული ადამიანთა გუნდი ვარსებობდით, როგორც ადგილობრივი დემოკრატიის ხელშემწყობის საკონსულტაციო ბიურო, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც უკვე საქართველო აპირებდა ევროსაბჭოს წევრობას, მაგრამ ევროსაბჭომ გარკვეული ტიპის მოთხოვნები წაუყენა ჩვენს ქვეყანას იმისათვის, რომ რაღაც გარკვეული ზღვარი გადალახულიყო და ის ძირითადი კრიტერიუმები დაეკმაყოფილებინა ქვეყანას იმისათვის, რომ მისი წევრი გამختارიყო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომ თვითმმართველობის ინსტიტუტი უნდა შემოეღო მაშინდელ ხელისუფლებას. იმ პერიოდისათვის 1997 წელს მიიღო ქვეყანამ ორგანული კანონი ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის რაღაც ჰიბრიდული ტიპის კანონი იყო, მაგრამ ეს უკვე გვაძლევდა იმ შესაძლებლობას, რომ უკვე თვითმმართველობის ინსტიტუტები დაარსებულიყო ქვეყანაში და მოიხსენებათ იმ პერიოდისათვის სოფლისა და ქალაქის დონეზე იყო შემოტანილი თვითმმართველობა, ანუ საკრებულოებს ვირჩევდით და შესაბამისად იქიდან გამომდინარე უკვე მოსახლეობას ეძლეოდა შანსი აერჩია უკვე ადგილობრივ დონეზე ადგილობრივი ხელისუფლება. 1998 წელს უკვე აი ამ კანონის საფუძველზე ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები და შესაბამისად გაჩნდა ახალი ინსტიტუტი, რომელიც საერთოდ ახალი ხილი იყო და პრაქტიკულად არათუ მოსახლეობა, არამედ თვითონ არჩეულმა ხელისუფლებამაც კი არ იცოდა თუ რა სახის უფლებამოსილებები გააჩნდა, როგორ უნდა განეხორციელებინა ეს და როგორ უნდა დამკვიდრებულიყო პრაქტიკაში. პრაქტიკულად იმ პერიოდისათვის ქვეყანა უკვე იძენდა იმ გამოცდილებას, რომ უკვე თვითმმართველობა განხორციელებულიყო ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, აი ეს პროექტი იყო ხელშემწყობი ფაქტორი იმისათვის, რომ რაღაც გარკვეული ტიპის კონსულტაციები გაეწია როგორც მოსახლეობისათვის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, თუ რა ტიპის უფლებამოსილებებთან ჰქონდა საქმე და როგორ უნდა ასახულიყო ეს პრაქტიკაში. მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდა ბიურო, იმის შემდგომ დავიწყეთ უკვე ტრენინგების გავლა, იქ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებების შეძენა, რომ შემდგომ ჩვენ აქ რეგიონში ჩვენვე გაგვეწინა შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურება დაინტერესებული პირისათვის. ეს ერთი მიმართულება იყო და ამ ბიუროს ჰქონდა კიდე მეორე შესაძლებლობა, რომ იყო მცირე ტიპის გრანტები ადგილობრივი მოსახლეობისათვის, საინიციატივო ჯგუფებისათვის ლოკალური პრობლემების მოსაგვარებლად. ნუ მართალია იმ პერიოდისათვის არ იყო ეს მასშტაბური ტიპის დაფინანსება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უკვე დავიწყეთ ფიქრი იმ პერიოდისათვის ისეთი სახის პრობლემების მოგვარებაზე, როგორიც გახდა წყალმომარაგება, ადგილობრივი მნიშვნელობის ხიდების მოწესრიგება, გზების მოპირკეთება თუ მოწესრიგება და ასე შემდეგ. ანუ ყოველდღიური თუ საყოფაცხოვრებო მნიშვნელობის საკითხების მოგვარებაში ჩვენ გავცემდით გარკვეული ტიპის გრანტებს, მაგრამ მანამდე ვაძლევდით კონსულტაციებს, თუ როგორ უნდა შედგენილიყო პროექტი, ვის უნდა წარმოედგინა და როგორ უნდა განხორციელებულიყო ეს გარკვეული ტიპის საორგანიზაციო საკითხები. ეს გახდათ საპილოტე პროექტი, რაღაც გარკვეულ დრომდე უნდა განხორციელებულიყო და დიდი ალბათობით მერე შესაძლებელია გაჩერებულიყო, მაგრამ ისეთი კარგი რეზონანსი გამოიწვია ამან და დაინტერესება როგორც ხელისუფლების მხრიდან, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, რომ ჩვენ გვინდოდა ეს საქმიანობა რაღაც გარკვეული რესურსებით გაგვეგრძელებინა შემდგომ და რა თუ არა გამოსავალი იყო, რომ დაგვეფუძნებინა უკვე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამ მიმართულებით უკვე გააგრძელებდა გარკვეული ტიპის საქმიანობებს. და ჩამოყალიბდა კიდეც 1999 წელს ორგანიზაცია, რომელსაც დამფუძნებლება მაშინ დავარქვით საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი და ამ ორგანიზაციის ძირითადი დანიშნულება სწორედ ესეთი საქმიანობა, რომელსაც თვითმმართველობის განვითარების შესაძლებლობები რაც იყო ქვეყანაში, რომ გაეგრძელებინა ესეთი საქმიანობები ავიღეთ ძირითად საქმიანობად. თუმცა ამით არ შემოუფარგლულვართ, იმიტომ რომ შემდგომ პერიოდისათვის უკვე გარკვეული ტიპის იმ გამოწვევებზე ჰქონდა რეაგირება, რაც ჩვენს რეგიონში იდგა სხვადასხვა მიმართულებით. ეს გახდა შემდგომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენი ორგანიზაცია გარდა თვითმმართველობის განვითარების შესაძლებლობისა სხვადასხვა მიმართულებითაც აქვს გარკვეული ტიპის გამოცდილება და დღევანდელ დღემდე ვაგრძელებდით, ჯერჯერობით ვაგრძელებდით, იმიტომ რომ უკვე შეჩერებული გვაქვს ამ მომენტისათვის საქმიანობა. და თუმცა 26 წლის მანძილზე იმხელა გამოცდილება დავაგროვეთ, რომ დღევანდელ დღეს შეგვიძლია თქვათ, რომ რაღაც გარკვეული ტიპის სასიკეთო ცვლილებები
ჩვენი რეგიონისათვის გვაქვს განხორციელებული და უნდა ვთქვა, რომ ჩვენი საქმიანობის გეოგრაფიული არეალი მხოლოდ ჩვენი მუნიციპალიტეტით არ იყო შემოფარგლული, ჩვენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გარკვეული ტიპის აქტივობები ამ მიმართულებით, რაც ჩვენი საქმიანობების შესაბამის იყო, გვაქვს განხორციელებული. ჩვენაირი ტიპის ორგანიზაციებისათვის საქმიანობის მთავარი დანიშნულება არის ის, რომ რაც არსებობს ვაკუუმი ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის, აი ეს ვაკუუმი იქნეს ამოვსებული და შევსებული, ხომ? ჩვენ ვაგებთ ერთგვარი ტიპის ხიდებს მოსახლეობის ინტერესებსა და ხელისუფლების განხორციელებას შორის, იმისათვის რომ ეს მართლობითი ტიპი იყოს ეფექტური. თვითონ თვითმმართველობის დანიშნულებაც ხომ თავისთავად ის არის, რომ მას ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობა მოსახლეობასთან, რომ გადაჭრას ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ის საქმიანობა, რომელსაც დღეს თვითმმართველობა ახორციელებს, გაიგივებულია იმასთან, რომ რაღაცა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტები მოგვარდეს და ამით დასრულდეს ყველაფერი. მაგრამ ეს თვითმმართველობა არ არის. ესეთი საქმიანობის განხორციელება თვითმმართველობის გარეშედაც შეუძლია ნებისმიერი ტიპის ხელისუფლებას. დიქტატორულ სახელმწიფოებშიც კეთდება გზები, ხიდები, სხვადასხვა ტიპის მშენებლობები ხორციელდება, რითაც გარკვეული ტიპის მოსახლეობა არის მეტნაკლებად კმაყოფილი, მაგრამ ეს ხომ ის არ არის, რაც ჩვენ გვინდა და რაც ჩვენ დღევანდელ დღემდე ვაშვებთ. თვითმმართველობის არსი ნიშნავს იმას, რომ რეაგირებდეს ხელისუფლება იმ გამოწვევებზე, რაც მოსახლეობას გააჩნია. ჩვენ სწორედ აი ამ ფუნქციას ვასრულებთ, ესეთი ტიპის ჩვენარი ტიპის ორგანიზაციები, რომ აი ეს ურთიერთობის ფორმები ჩამოყალიბდეს საქმიანი თუნდაც კრიტიკული და მათ შორის ის პარტნიორული დამოკიდებულება, რაც ქმნის იმ შესაძლებლობას, რომ ორივე მხარე მეტნაკლებად იყოს კმაყოფილი. საქმიანობა, რომელიც დღევანდელ დღეს უკვე პრაქტიკულად კითხვით ნიშნის ქვეშ დადგა, მას შემდეგ რაც გარკვეული ტიპის ცვლილებები მოხდა ბოლო პერიოდისათვის ქვეყანაში, უკვე ის სარგებელი, რითაც ხელისუფლება იღებდა ჩვენთან პარტნიორობასა და მოსახლეობას, პრაქტიკულად არის შეჩერებული. ჩვენ რას უწყობდით ხელს? ხელისუფლების გამჭვირვალობის საქმიანობებს, მათ ანგარიშვალდებულებას და იმ მოქალაქეთა მონაწილეობის ესეთი ფორმების გამოყენებას, რაც შესაძლებლობას მისცემდა იმისათვის, რომ ხიდი აგებული იყო მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. ეხლა ეს ყველაფერი, ეს საქმიანობები არის შეჩერებული და შესაბამისად ის აქტივობები, რითაც უკვე აი ამ კუთხით ხელისუფლება იღებდა სარგებელს და მათ შორის, რა თქმა უნდა, თავისუფლების მოსახლეობაც უკვე ვეღარ იღებს და მარტივ მაგალითსაც გეტყვით, ის ოფიციალური ვებგვერდი, რითაც შეგვიძლია დისტანციურად კონტაქტი გქონდეს დღევანდელ დღეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მაგალითად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი დღევანდელი მოცემულობით არ მუშაობს და კაიხანია უკვე ეს პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ როდის აღდგება კიდე, ეგ არავინ არ იცის აბსოლუტურად. და ესეთი ურთიერთობის ფორმები ქმნის იმ ვაკუუმს შემდგომში, რითაც უკვე უკმაყოფილების ხარისხი შესაძლებელია ძალიან გაიზარდოს მოსახლეობაში, იმიტომ რომ რეაგირების ფორმები შესაძლებელია ესეთი ადეკვატური არ იყოს, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს თავის მუნიციპალიტეტში. ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი საქართველოს მასშტაბით ყველა თვითმმართველობას ზომავს 3 ძირითადი მიმართულებით. ეს გახლავთ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ხარისხი, მეორე გახლავთ ელექტრონული მმართველობა და მესამე გახლავთ ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების გამოყენება. 100-ზე მეტი კრიტერიუმის მიხედვით ხდება შეფასება და ფასდება ცალკე საკრებულო და ცალკე მერია თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში. და საერთო ჯამში უკვე იქნება ის სურათი, რითაც უკვე ერთობლივად მუნიციპალიტეტი წარმოდგენილია თუ როგორი მდგომარეობა არსებობს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით თითოეულ მუნიციპალიტეტში. ეს პროცესი დაიწყო 2017 წლიდან და 2017 წელს, როდესაც განხორციელდა პირველი შეფასება მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაშინ ოზურგეთის საკრებულო მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზე გავიდა. და რასთან იყო დაკავშირებული ყველაფერი ეს. საკრებულოს ძალიან კარგი რესურსები ჰქონდა იმ მომენტისათვის. და რატო ჰქონდა? იმიტომ რომ მოგეხსენებათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საკმაოდ არის განვითარებული სამოქალაქო სექტორი და სამოქალაქო სექტორთან პარტნიორობით სხვადასხვა პროექტების საფუძველზე, რომელიც დაფინანსებული გახდათ USAID-დან, ერთის მიმართულებით, ასევე ევროკავშირის პროექტების კუთხით, ჰქონდა შექმნილი ძალიან კარგი სერვისები და მომსახურების ისეთი ფორმები, რითაც
ადვილი იყო კომუნიკაცია ადგილობრივი მოსახლეობისა ხელისუფლებასთან ურთიერთობაში. ეს გახდა ეგრეთ წოდებული live stream-ი, ანუ პირდაპირ გადაცემები ოფიციალური ვებგვერდის საფუძველზე, სადაც შეგვეძლო საკრებულოს ხტომები პირდაპირ ეთერში გვეხილა და არათუ გვეხილა, არამედ შესაძლებლობა ეძლეოდა მოქალაქეს, რომ იქვე კითხვაც კი დაესვა, სადაც ოპერატორი აფიქსირებდა აი ამ კითხვას და საკრებულოს მსვლელობის პერიოდში ის კითხვა იქნებოდა უკვე დასმული საკრებულოს სხდომაზე. ასევე გახდა მესიჯები ეგრეთ წოდებული, რაც დაკავშირებული ხდათ რომ იმასთან რომ ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეეძლო გამოწერა გაეკეთებინა და მიეღო ინფორმაცია თუ როდის ხორციელდებოდა საკრებულოს ხტომა ინფორმაცია ამის შესახებ, რომ ასევე მათ შორის საკრებულოს კომისიებისა და ბიუროს ხტომებისა და თუ მას დაინტერესება ექნებოდა უკვე წინასწარ ექნებოდა ინფორმაცია თუ როდის ხორციელდებოდა თითოეული აი ამ ორგანოს სხდომები და ჩართულიყო ამ პროცესში. იმ პერიოდისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას არ ჰქონდა შექმნილი საზოგადოებრივი მრჩეველთა საბჭო. და არადა კანონმდებლობის მიხედვით ეს აუცილებელი ფუნქციური ორგანოა იმისათვის რომ არსებობდეს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში. ყოველ შემთხვევაში მაშინ ესეთი მოთხოვნა ჰქონდა კანონმდებლობას და ჩვენი ორგანიზაციის ხელშეწყობით აი ესეთი ორგანიზაციული ფორმა ჩამოვაყალიბეთ, გარკვეული ტიპის რეკომენდაციებით შევიმუშავეთ, იმ პერიოდისათვის მერიამაც დაგვეთანხმა და ამ მომენტისათვის შეიქმნა საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო, სადაც გაწევრიანებული გახდათ სამოქალაქო სექტორიდან წარმომადგენლები, რომლებიც მუდმივად ვაყენებდით იმ საკითხს, აი ამ საბჭოს მეშვეობით, რაც იმ მომენტისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტს სჭირდებოდა. და აი ამ და კიდევ მრავალი სხვა პროექტები ახლა ყველას რა თქმა უნდა ბუნებრივია ხაზს ვერ გავუსვამ. შექმნა იმის შესაძლებლობა, რომ აი ამ სერვისებმა და ასეთი ტიპის თანამშრომლობა სექტორთან თუ მოსახლეობასთან მისცა შესაძლებლობა საკრებულოს რომ უკვე საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილზე გასულიყო. მაგრამ აქვე იმასაც აღნიშნავ და ეგეც არის უკვე კრიტერიუმი შეფასებისა, რომ უკვე თანამშრომლობითი პროცესები მეტნაკლებად უკვე შენელდა 2017 წლის შემდგომ და ბოლო კვლევის მიხედვით 2023 წელს უკვე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი საკრებულო ათეულს მიღმა უკვე აღმოჩნდა. ეს უკვე ფაქტია და გაზომვადი კრიტერიუმია იმისა, თუ როგორ შეიძლება დაკარგოს ესე იგი მოწინავე პოზიციები მუნიციპალიტეტმა თუ იგი არ თანამშრომლობს სამოქალაქო სექტორთან. სამოქალაქო სექტორის არსებობის ისტორიაში აი ესეთი რთული პერიოდი ჩვენ მეტი არ გაგვივლია. აი ეს არის ყველაზე რთული პროცესი და პერიოდი უდგას ახლა ჩვენ სექტორს და უკვე მდგომარეობა იქეთკენ მიდის, რომ უკვე თავის გადარჩენაზე გვაქვს ელემენტარულად საუბარი. ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული პროცესებმა უკვე ცხადყო და იმის შედეგებსაც ვიმკით, რომ ქვეყანამ გადაუხვია არსებული დემოკრატიული კურსიდან. სამოქალაქო სექტორიც ხომ ამ დემოკრატიის შემადგენელი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ბოლო პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო აქტებმა არ მოგცა ჩვენი საქმიანობის განხორციელების და დამოუკიდებლობის შესაძლებლობა. შეიზღუდა სექტორი, მისი საქმიანობა და უკვე ხელისუფლებიდანაც აღარ ხდებოდა გარკვეული ტიპის ის თუნდაც მხარდაჭერები, რითაც ჩვენ ურთიერთპარტნიორული საქმიანობების საფუძველზე გარკვეული ტიპის ეფექტური საქმიანობას ვახორციელებდით ერთობლივად. ამან უკვე შექმნა ის გარემო, რომ ჩვენი საქმიანობები შეჩერდა ამ საკანონმდებლო აქტების მიხედვით და უკვე ამან იჩინა თავი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზედაც აქამდე ჩვენ გვქონდა ყველაზე კარგი შედეგები, თუნდაც ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით და ასევე მოქალაქეთა გააქტიურებისათვის ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაჭრის პროცესში. ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, მე გულისხმობ ოზურგეთის სამოქალაქო სექტორს, რომ ის პოზიცია, რაც ხელისუფლებამ დაიჭირა ჩვენთან დამოკიდებულებაში, მნიშვნელოვნად აფერხებდა ჩვენ საქმიანობას და აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყველა პროექტები, რაც მიმდინარე გვქონდა და რომელიც ხორციელდებოდა ჩვენს რეგიონში, შეგვეჩერებინა და აღარ გაგვეგრძელებინა საქმიანობა, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ამას აზრიც აღარ ჰქონდა ერთის მხრივ და მეორე ის სტატუსი, რითაც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები და
მათ უნდა წარდგარიყავთ საზოგადოების წინაშე, ძალიან შეურაცხყოფელი იყო ჩვენთვის. ამიტომ ჩვენ იძულებული გავხდით, რომ სანამ სიტუაცია არ გამოსწორდება, რაღაც time-out-ი ავიღოთ ამ მომენტისათვის და დაველოდოთ იმ მომენტს, რომ რამე შეიცვლება სასიკეთოდ ამ ქვეყანაში და შემდგომ გავაგრძელოთ საქმიანობა, რასაც აქამდე ვახორციელებდით. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური საქმიანი ურთიერთობა გავწყვიტეთ ყველა დონის ხელისუფლებასთან, პირადი კონტაქტები ბუნებრივია გრჩება მათთან და მათი ძალიან დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან კარგი იყო მათთვისაც და ზოგადად საერთო საქმისთვისაც, რაც რეგიონში ხორციელდებოდა. თუმცა თვითმმართველობა ისეთი ძლიერი არ გვყავს ჩვენ, რომ ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღოს თვითმმართველობამ. ამიტომ ისინი ჯერ კიდევ რჩებიან პრაქტიკულად ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებებისა თუ მათი ნების განხორციელების მძევლად და ვეღარ ახორციელებენ თავიანთ იმ შეხედულებებს, რაც ზოგადად შესაძლებელია განსხვავებულიყო ცენტრალური ხელისუფლებისგან. ისინი ამინც ვერ ქმნიან და ვერც ვერაფერს ვეცვლიან ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დემოკრატიას დაწყებული 90-იანი წლებიდან დღემდე ვაშენებდით, ჯერ სამოქალაქო თვითშეგნება იმ დონემდე ვერ მივიყვანეთ, რომ ხელისუფლებას ყოველთვის მოთხოვა ეს ფუნქციები შეასრულოს, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანას პერსპექტივები კონდეს და დემოკრატიას განვითარების შესაძლებლობები კონდეს. ხელისუფლებამ შეიგნოს ის უნდა აუცილებლად, რომ მოსახლეობის ინტერესების გატარება და დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს ზოგადად ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ამაზე დაფუძნებულ ქვეყანას ვაშენებ. ჩვენ დემოკრატია არის ყველაზე დიდი იარაღი იმისათვის, რომ ქვეყანა მიარსებოს და პერსპექტივები გააჩნდეს, იმიტომ რომ ეს ყველაზე დიდი მიზიდულობა, ითაც საერთაშორისო ასპარეზზე უნდა კონდეს ქვეყანა, სწორედ ამით უნდა გქონდეს ყველა ნომერ პირველი იარაღად ჩვენ, მაგრამ ამას თუ შევზღუდავთ, მაშინ უკვე გადავიქცევით ისეთი ტიპის სახელმწიფო და ქვეყანად, რომელსაც არ ექნება დაინტერესება, არ ექნება არავითარი პერსპექტივა და შესაძლებელია ამან უკვე დააყენოს ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსებობაც კი კითხვითი ნიშნის ქვეშ. ამისათვის უნდა შეიცვალოს ის პოლიტიკა, რა პოლიტიკას დღევანდელ დღეს არსებობს. ყველა მიზეზს გარეშე მოსახლეობამ თუ სამოქალაქო სექტორმა უნდა ვთქვა ჩვენი სათქმელი იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი პერსპექტივები იმისათვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს არსებობა, აი ამ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვდგევარ და აი ამ საკითხზე უნდა ისმოდეს ხმამაღალი ხმა ხელისუფლების მისამართით.